მოგესალმებით, მოგესალმებით მოგყურებელს. ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე ქართული ოცნების პოლიტიკური აქტივობის ამას გარკვეული შედეგი მოქონდა, თავისივე, ვთქვათ, მხარდამჭერის დარწმუნებისთვის, მაგრამ დღეს უკვე ეს ეტაპი გამოვლილია. იმდენად აგრესიული გახდა ქართული ოცნება, რომ საკუთარ მხარდამჭერებსაც კი იმ ადამიანებს, ვინც მათ მხარს უჭერდნენ, სხვა მიზეზების გამო ხა ჩემთვის შებრთული იყოს სამიზეზების გაგება, მაგრამ ესეთი ხალხი აშკარად არსებობს. მათაც ბევრს უკვე ეჭვეპარება ბევრ რამეში. გარდა იმ მცირერიცხოვანი ამორჩევლისა, ვინც უპირობოდ უჭერს მხარდამჭერებს, ჯერა ამ ანტიდასავლური პროპაგანდის და იმის ჯერა, რომ რაღაც ესეთი, რა ქვია, მასონები მართავენ სამყაროს და შეთქმულების თეორიები და deep state-ი ეს არის რაღაც დასავლური ბოროტების მანქანა, რომელსაც უნდა რომ აქციოს სახელმწიფოები, კორპორაციებად და რაღაც დაიმონოს ადამიანები, რასაც აქტიურად წერს სხვათა შორის საკმაოდ ხშირად ბატონი ზაზა შათირიშვილი თავის საკმაოდ ჩემი აზრით სასაცილო სტატიებში. ეს არის ერთ-ერთი რაც მას დარჩათ. ეხლა აქ მთავარი პრობლემა რა არის და რატო იწურება ჩემი აზრით ყობახიძეს და პაპუაშვილის დრო ბიძინა ივანიშვილის თვალში ამ პროპაგანდა გამომდინარე. გათვლა იყო შემდეგნაირი. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ანტიევროპული, ანუ ევროპის კავშირთან ურთიერთ ინტეგრაციის შესახებ განცხადება მათ გააკეთეს არა მას შემდეგ, რაც აქ გააყალბეს არჩევნები და დაიწერეს შედეგი, არამედ მას შემდეგ, რაც ამერიკაში გახდა არჩევნები ცნობილი იყო თვის ნოემბრის ბოლო. გათვლების შემდეგ რომ ტრამპი დაიწყებს ძველ სისტემასთან ბრძოლას, ის შეეცდება ახალი სისტემის ჩამოყალიბებას და ჩვენ მოდი ვიყოთ ტრამპთან ერთად და დავიწყოთ ჩვენც დავართხათ ამ ძველ სისტემას, თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძველი სისტემა, რომლის ნაწილიც არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი, მაინც ჩვენ არ გვამოგებრება, იქ მან შეძლეს ამ NGO-ებმა და პარტიებმა რაღაცების დარწმუნება და არაფერი არ გამოდის იქ ერთი-ორი ქვეყნის გარდა. და მართლაც ამ გზას დაადგენს ამ პროაქტიურად, ტრამპზე უფრო ადრე, ასე ვთქვათ, ტრამპ სანამ ხელისუფლება, ტრამპი ხა სანამ ვთქვათ, კანდიდატი იყო მაშინაც არ აკლებდა, მაგრამ სანამ ხელისუფლებაში. ხო, შესაბამისად ეს კამპანია ტრამპის ლოგიკას სწორედ გამოიცნეს ამ კამპანიაში ტრამპმაც მართლა დაიწყო აქტიური სისტემური კამპანია, გვახსოვს ჯერ ვენსის გამოსვლები, მაშინ შარშანდო მუნხენის სამიძე, ამ სამიძე უფრო შეარბილეს, მთელი განცხადებები, მე ეს რაღაც მშვიდობის საბჭო შექმნა, ეხლა და მოკეთ, ბევრი რაღაცა მართლაც ესე აღმოჩნდა, მას ისეც ვარაუდობდით, სამწუხაროდ, თუმცა ამას არ მოუტანია რაღაც კარდინალური ცვლილებები ამ ეტაპზე. რაში შეცდნენ ბატონი ყობახიძე, ბატონი პაპუაშვილი მისგან, ეს იყო ამერიკის რეაქცია ჩვენს მიმართ. ანუ მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამით ჩვენ ჩავეწერებოდით ტრამპის გუნდში. ზუსტად ეს არ მოხდა. არანაირი სურვილი წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა უკვე და არანაირი სურვილი ამერიკის ადმინისტრაციიდან ქართულ ოცნებასთან რამე დალაპარაკების და რამე ახალი ფურციდან დაწყების არ ყოფილა. მეტიც კი ბატონ მამუკა მდინარაძეს და ბატონ ლაშედ არსალიას საკმაოდ მძიმე ვიზიტები ჰქონდათ ორივეს ამერიკაში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მიუთითეს ორი პრობლემა ამერიკაში. ლიბერალად განწყობილი ამერიკული პოლიტიკური ნაწილის არ მოწონს ქართული ოცნების კანონები და ის რომ ბელორუსიას გავუსწარით ჩვენ ამ კანონების ანტიდემოკრატიულობაში და ადამიანების ციხეში ჩასმით, სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი პოლიტპატიმარი ყოფს საბჭოთა კავშირში, ხოლო მაგელებს და იმ ხალხს, ვინც ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციას წარმოადგენს, სასტიკად და აბსოლუტურად არ მოწონთ ქართული ოცნების ურთიერთობები ირანსა და ჩინეთთან. განსაკუთრებით ეჭვენობენ ისინი ჩინეთთან ურთიერთობებზე დაუთვალეს თუ არსებობს 15 სახელმწიფო ვიზიტი ჰქონდა შაშან ქართული ოცნების ჩინეთში და ამერიკა აცხადებს ოფიციალურად, რომ ჩინეთი არის მათი პოლიტიკური კონკურენტი. ამას არ მალავს ტრამპი. ხოლო ირანი, განსხვავებით ჩინეთისაგან, არის მათი მტერი. გუშინ წლიურ გამოსვლაზე ტრამპმა, როდესაც მან კონგრესის და ამერიკული ხალხის წინაშე გამოსვლა ჰქონდა, იქ მან ირანზე ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო. შესაბამისად, როცა ეს ამერიკა ასახელებს ამ სახელმწიფოს ტერორისტად და შენ კიდე იქ ოფიციალური ვიზიტით დადიხარ აბსოლუტურად არასაჭირო მიზეზების გამო და ჩინეთთან, რომელიც ამერიკა მიიჩნევს კონკურენტად, გაქვს ამ ხელა ურთიერთობა,
ეს რა თქმა უნდა მაგალითად მოუთხეს რომ თქვენ გაკეთებიათ თქვენი არჩევანები ჩვენ რა გინდათ ანუ ან ეს არჩევანი მკაფიოა და ხა თქვენ იმ ხელა კონტაქტები დაიწყეთ სტრატეგიულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ და ამავდროულად და ამავდროულად შესაბამისად ვერც ერთი კუთხით ვერც ένα გინდა შემდეგი და ეხლანდელი ადმინისტრაციას ხო ეს არ მოწონს შემდეგი ადმინისტრაცია თუ ეს დარჩა ესეთი ასე ვთქვათ იგივე არ მოეწონება ახლები თუ მოვიდნენ და ვთქვათ უფრო პროდემოკრატიული ან ლიბერალური ძალები მოგრუნა ისინი პასუხს მოთხოვენ ძალაუფლების ეს წინა სტუმართანაც ვაუბრობდი ამაზე და თქვენც მინდა ამაზე კითხვა დაგესვა ანუ ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში უნდა მოხდეს აი ამ ვთქვათ ნაბიჯების განხილვა ოცნებისგან ანუ ვინც მას დაელაპარაკება ვინც მას რადგან აღიარების საკითხი იყო ნახსენები ვთქვათ აღიარებს და ასე შემდეგ, ვინც თავსებადი იქნება, ვინც ნაბიჯებთან, მისთვის იქნება სრულიად მისაღები. ამ შემთხვევაში ეს ვთქვათ არ არის ევროკავშირი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს და ეხლა დღესაც იყო ახალი ტექსტი იმის შესახებ, რომ ის 9 პრიორიტეტის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსს გულისხმობ უკუსვლა და როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხები, ანუ ეს დემოკრატიული უკუსვლის საკითხი არის პრიორიტეტული, ვთქვათ, ამას უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები ივანიშვილთან მიმართებით. თუ მისი საგარეო კურსი არის, თქვათ, აი ამ კუთხით აქვს ნიშნები, აი კონკრეტულად რა არის ის საკითხები, რომლის გათვალისწინებითაც, თქვათ, საბოლოოდ ოცნების პოლიტიკაც იმგვარად ყალიბდება, როგორადაც ყალიბდება, ხო? აი რის მიმართ არის ის კონკრეტულად მოწყვლადი? მაგაზე მოგახსენეთ და გავიმეორებ მაშინ, ორი პრეტენზია არის ამერიკაში, კიდევ ერთხელ. დემოკრატიულად, ლიბერალურად განწყობილ ამერიკულ ელიტებს აქვთ პრეტენზია კანონებზე, რომელსაც ქართული ოცნება იღებს პოლიტიკურ პატიმრებზე, როგორც მოხსენეთ, ხოლო მაგას მხარდამჭერებს პრეტენზია აქვთ ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობებს. არც ერთი ამ მხარეთაგან ქართული ოცნებით კმაყოფილი არ არის. ეს არის ქართული ოცნების ყველაზე დიდი პრობლემა ამერიკაში, რომ რომელ მხარეზეც არ უნდა მოხდეს ორიენტირის გადაწევა პოლიტიკური, ორივე მხარესთან პრობლემები აქვს და ექნება, იმიტომ რომ ამერიკისთვის ლიბერალური ელიტისთვის, ამერიკისთვის მიუღებელია ბელორუსიაზე მკაცრი კანონმდებლობები, ხოლო მაგას, ანუ ტრამპისტების ამერიკისთვის მიუღებელია 15 სახელმწიფო ვიზიტი, ახალი ხელშეკრულება და ირანში სიარული, რომელსაც ტრამპი ტერორისტ სახელმწიფოს ეძახის. ეს არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების რეალობა. და არანაირი გადატვირთვები ამ ეტაპზე, რაც მე ვიცი და რაც ამ ვიზიტების შედეგად იყო, ასე ვთქვათ, განშღერებული შიგნით ამერიკაში, არ იგეგმება მეტიც საკმაოდ რთული საუბრები ქონდა. ამიტომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა შევიდა ჩიხში და მისი კომპენსირება ხდება ამ მოაზრო ლოზუნგებით უკვე, რომელიც მხოლოდ შიდა ბაზრის ძალიან მცირე ნაწილზეა გათვლილი და ეს გაგრძელდება მე ამის ბოლოს ვერ ხედავ, სანამ ქართული ოცნება არის ძალაუფლებაში, ისინი ამას კიდევ უფრო გააღრმავებენ, არანაირი ნიშნები იმისი, რომ რამე რაციონალური ან რაიმე, ასე ვთქვათ, რეალობასთან ახლო ან ჭკვიანობს აპირებენ, მათ არ გამოუჟღავნებიათ. შესაბამისად მეც უნდა ველოდოთ და რა თქმა უნდა ასევე გამკაცდება პროპორციულად დასავლეთის რეაქციაც რაც უფრო ანუ ყველაზე დიდი მტერი ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაში არ არის deep state ეს არ არის ევროკავშირი ან ეს არ არის რაღაც ლიბერალური ამერიკული ელიტა ეს არის ქართული ოცნები ნებისმიერ მომენტში როდესაც დადგება საუბარი იმაზე რომ აი ახლა წელიწად ნახევარი არიან ძალაუფლებაში და მოდით რაღაც ურთიერთობები გქონდეს ხო და ესე რომ შეხვედრა აქვს რაღაც ურთიერთობები აზერბაიჯანთან თქვა საუდის არაბეთთან არადემოკრატიულ ქვეყანასთან აი ასეთ ეტაპზე გამოვარდება ქართული ოცნება კიდევ უფრო გავივარესებს სიტუაციას ეხლა მაგალითად კარგი მაგალითია ეს ბონო საკანონმდებლო პაკეტების ინიცირება რომელიც ბელორუსიაზე უფრო ძიმე პოლიციურ სახელმწიფოს ქმნის საქართველოსგან ყოველ შემთხვევაში კანონის დონეზე, როდესაც ყველაფერი იჯება უკვე. მალე ალბათ შეიძლება საბჭოთა კანონმდებლობას დაუბრუნდეთ, სადაც უკვე დაჟადი იქნება ნებისმიერი ხსენება, ხო, რაღაც დასავლური იმის, რა ქვია, სიმპათიის გამოხატვა მოწინააღმდეგისადმი ესეთი მუხლი იყო საბჭოთა კანონმდებლობაში. აი ეს არის მათი რეალობა. სხვა არაფერი არ არის, ანუ არანაირი რაღაც საიდუმლო გეგმები და არანაირი განზრახვები ამის უკან არ იქნება, ჩვეულებრივი რიტორიკაა, რომელიც რახან დასავლეთში ვერაფერი ვერ გააკეთეს, ეხლა უკვე ჩემი ღრმარწმენით მცირე რაოდენობით არსებულ იმ მათ მხარდამჭერს არწმუნებენ, ვისაც ჯერ კიდე ჯერათ და რა თქმა უნდა ეს ბიზნესის მომენტზე გათვლილი ხომ რომ მათ ეს ყველაფერი ასევე ჯერათ და ამას აკეთებენ. დიდი მადლობა ნოდარ, დაგემშვიდობები. ნოდარ ხარშილაძე